დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. აპოლონი, ჩრდილი და სინათლე. რეჟისორები სებასტიან რანკური, სილვენ ბერჟერი. მომეცით ლირა, მშვილდისარი და მე ადამიანებს ზევსის უტყუარ სიბრძნეს გავუზიარებ. ეს აპოლონის პირველი სიტყვები გახლავთ, რომელიც მან დედის საშოდან გამოსვლისთანავე წარმოთქვა. აპოლონი, სინათლის ღმერთი, ხელოვნების მცველი და წმინდანთა და წინასწარმეტყველთა მფარველი. მზის სხივები ახალშობილს ანათებდა. უფრო სწორად ახალშობილებს. აპოლონის გვერდით მის დას არტემიდას წინავს. გარს უნაყოფო უკაცრიელი მიწა აკრავთ. ეს ის კუნძულია, სადაც მათმა დედამ ლეტომ, ღამის ქალღმერთმა, როგორც იქნა თავშესაფარი იპოვა. კუნძული ქვებითაა დაფარული. აქ მხოლოდ ერთი ხე, პალმა იზრდება. ირგვლივ სიჩუმეა, ზღვა კი უსასრულობამდეა გადაჭიმული. ლეტო შვებას გრძნობს. 9 დღე მშობიარობდა. 9 დღიანი ტანჯვა 7 თვიანი ხეტიალის შემდეგ. ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი? ცხადია ზევსის. ზევსის, რომლისთვისაც შეიძლებოდა მრუშობის ღმერთი ეწოდებინათ, ოლიმპოს მბრძანებელი რომ არ ყოფილიყო. ზევსი და მისი დაუსრულებელი სასიყვარულო თავგადასავლები. საბრალო ლეტო. რამდენ ხანს ავიწროვებდა მას ღმერთების მეფე, ვიდრე უმანკოებას დააკარგვინებდა. ალბათ თავიდანვე ხვდებოდა, რომ ეს გატაცება ცუდად დასრულდებოდა. ლეტო ტყუპებს გვერდიდან არიშორებს. მას ყველაფერი ახსოვს. ანკი რა დაავიწყებს. რამდენიმე თვით ადრე ზევსს გამოუცხადა ფეხმძიმედვარო, ღმერთების მბრძანებელი სიხარულით ცასეწია. მისი ვაჟი და აუცილებლად ვაჟი იქნებოდა. სხვა შვილებს შორის ყველაზე მამაცი და ყველაზე მომხიბვლელი გაიზრდებოდა. ლეტო საყვარლის აღფრთოვანებას არ იზიარებდა. რასაკვირველია, ძალიან განიცდიდა, რადგან ზევსი ცოლიანი იყო, ცოლი კი ჰერა გახლდათ, რომელიც ქმრის ძალაუფლებას იზიარებდა ზეცაშიც და მიწაზეც. ჰერა არამხოლოდ უდიდესია ოლიმპიელ ქალღმერთებს შორის, არამედ ქორწინების მფარველი ღვთაებაცაა. ჰერას არ მოსწონს ღალატი. არ ხუმრობს, როდესაც ატყუებენ. დაუნდობელია არამხოლოდ მეტოქეების, არამედ იმ ბავშვების მიმართაც, რომლებსაც ისინი აჩენენ. ცხადია, ლეტოს არ შეუტანია ქაოსი უნაკლო კავშირში. მცირე ხნით ადრე ზეცამ კიდევ ერთხელ იფეთქა. ჰერამ გაიგო, რომ ზევსი კიდევ ერთი ღალატის ჩადენას აპირებდა, ამიტომ დასახმარებლად ათენას, პოსეიდონსა და სხვა ღმერთებს მიმართა. ყველამ ერთად ზევსის შეპყრობას სცადა. სამწუხაროდ ცდამ არ გაამართლა და ოლიმპოს მბრძანებელს შურისძიებისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია. რადგან შეთქმულების წამომწყები ჰერა იყო, ზევსმა ის ღრუბლების ზემოთ გააძევა და ჯაჭვებით დააბა. მიუხედავად მისი გოდებისა, დასახმარებლად მისვლა ვერც ერთმა ღმერთმა ვერ გაბედა. ზევსი მის თავისუფლებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ ყველა თქმული დაიფიცებდა, რომ წინ აღარასდროს აღუდგებოდნენ. ლეტოს შიში საფუძვლიანი აღმოჩნდა. ზევსის სიხარულმა საყვარლის ორსულობის გამო ჰერას სამყოფელამდე მიაღწია. დიახ, სწორედ ოლიმპომდე. კიდევ ერთი ღალატი. ამჯერად ქალღმერთმა დაიფიცა, რომ მის რისხვას ზღვარი
აღარ ექნებოდა. ჯერ სისხლიანი შურისძიებით დაემუქრა ყველას, ვინც ლეტოს თავშესაფარს შესთავაზებდა. შემდეგ დედამიწის სიღრმიდან იხმო ურჩხული პითონი და უბედური ქალის მოსაცებნად გაუშვა. ასე დაიწყო საბრალო ლეტოს ხეტიალის თვეები. ყველასგან მიტოვებული, სასოწარკვეთილი ლეტო მიწიდან მიწაზე, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ეძებდა ადგილს, სადაც შეძლებდა მშვიდად ემშობიარა და ტყუპები უსაფრთხოდ ყოლოდა. თუმცა წინ მხოლოდ დახურული კარი და არიდებული მზერა ხვდებოდა. ჰერას განრისხებას ვერავინ ბედავდა. ლეტო იტანჯებოდა და აგრძელებდა ვედრებას, ვიდრე მშობიარობის პირველი ტკივილებით შეპყრობილი ეგეოსის ზღვაში მდებარე პატარა კუნძულს ასტერიას არ მიადგა. ასტერია მისი დის სახელი გახლდათ. ოდესღაც ზევსთან უსიამოვნება მანაც გამოსცადა, თუმცა დანებებას ზღვაში გადახტომა არჩია. იმ ადგილას, სადაც ჩავარდა, ასტერიას კუნძული ამოიზარდა. ლეტომ თავშესაფარი იპოვა კუნძულზე, რომელიც ოდესღაც მისი და იყო. ის პალმის ძირში მიესვენა, პირველად გოგონა გააჩინა არტემიდა, შემდეგ კი აპოლონი. და ისიც ძლევამოსილი ღმერთი, სინათლის, მუსიკისა და პოეზიის მფარველი. შვიდი დღის შემდეგ საფენები აღარ დაშირვებია. უკვე სუპერბიჭუნა იყო. ზებუნებრივი ძალის პატრონი. ზევსმა ვაჟს 7 სიმიანი ლირა, 2 ძლევამოსილი გედის მიერ მართული ეტლი და მშვილდისარი გაუგზავნა, რომელიც მჭედელთა ღმერთმა ჰეფესტოსმა საგანგებოდ მისთვის დაამზადა. აპოლონმა წასვლა მალევე გადაწყვიტა. თანაც კონკრეტული განზრახვით. სურდა მოკვდავთათვის მათი ბედი და მამის ძლევამოსილი ზევსის ჩანაფიქრი გაემხილა. ამისთვის მას უნდა ეპოვა ადგილი, სადაც თავის ტაძარს ააგებდა. აპოლონი ეტლში ჩაჯდა და დატოვა კუნძული, რომელიც მოულოდნელად ნაყოფიერი და მწვანე გახდა და სახელად დელოსი, ანუ ბრწყინვალე უწოდა. თუმცა გედები, რომლებიც მის ეტლს მიუძღვებოდნენ, ყველაფერს სხვაგვარად ხედავდნენ. მათ მგზავრი საკუთარ ქვეყანაში ჩრდილოეთის ქარს მიღმა ჰიპერბორეელების მიწაზე ჩაიყვანეს. ეს ჯადოსნური ქვეყანა იყო. ოქროს იქ გრიფონები იცავდნენ. ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კი მდიდრები და ბედნიერები იყვნენ და არასდროს ბერდებოდნენ. აქ აპოლონი ზევსის საიდუმლოებებს შეაწვდა. შემდეგ კი მოგზაურობა განაგრძო. მალე ტყის სიღრმეში დაკარგულ ულამაზეს წყაროს მიადგა. იქაურობას ნიმფა იცავდა. მისი სახელი იყო ტელფუზა. როცა აპოლონმა მას ამცნო, რომ ამ ადგილას დიდებული ტაძრის აშენება სურდა, ნიმფა შეურაცხყოფილი დარჩა, რადგან ღვთაებრივ არსებასთან მოუწევდა გაჯიბრება. ამიტომ აპოლონი დაარწმუნა, რომ სილამაზის მიუხედავად ეს ადგილი საშინლად ხმაურიანი იყო. სანაცვლოდ კი იქვე ახლოს სხვა ადგილი, პარნასის მთის ძირში მდებარე ხეობა შესთავაზა. აპოლონი ისევ გზას გაუდგა, არ იცოდა, რომ ნიმფამ მას ხაფანგი დაუგო.
რამდენიმე საათის შემდეგ აპოლონმა დიდებული მინდორი აღმოაჩინა. ადგილი ერთი შეხედვით მართლაც სრულყოფილი ჩანდა, მაგრამ ჯერ ტაძრის საძირკვლის ჩაყრაც კი არ ჰქონდა დაწყებული, როცა მას უკნიდან ჩრდილი მიეპარა. ეს პითონი იყო საზარელი გველი, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფზე ნადირობდა. პითონი სწორედ ამ მინდორში უცდიდა, როდის მიეცემოდა შურისძიების შანსი. უსასტიკესი ბრძოლა გაიმართა. აპოლონის გამარჯვება ცხადი იყო. დიახ, თუმცა მან ხომ ღმერთი მოკლა. გეა, დედამიწა, რომელმაც ურჩხული-შვა განრისხდა. მან დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ ზევსთან იჩივლა. ზევსმა კი შვილს ტემპეს ხეობაში განსაცმენდად წასვლა უბრძანა. აპოლონმა ამაზე მეტი გააკეთა. მან დააარსა პითიური თამაშები, დამარცხებული მოწინააღმდეგის ხსოვნის პატივსაცემად. თუმცა რა არის ტაძარი მღვდლის გარეშე? ერთხელ, როდესაც მედიტაციის დროს აპოლონი ზღვას გახურებდა, მოულოდნელად გემი შენიშნა. გემი საფრთხეში იყო. აპოლონი მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა, დელფინად გადაიქცა და გემთან მიცურა. ბორტზე შიმშილის, წყურვილისა და დაღლილობისგან სიკვდილის პირას მისული მეზღვაურები აღმოჩნდნენ. აპოლონი მათ გადარჩენას დაპირდა იმ პირობით, თუ ისინი შინ აღარასდროს დაბრუნდებოდნენ და მის ერთგულ მსახურებად იქცეოდნენ. აპოლონმა გემი ნაპირზე მიიყვანა და მეზღვაურები ღვთიურ საიდუმლოებებს აზიარა. ტაძრის ფრონტონზე აპოლონმა ამოტვიფრა სიტყვები: შეიცან თავი შენი. ადგილისთვის სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა შერჩეული. მეზღვაურებმა, რომლებიც მღვდლებად აღიკვეცნენ, გაიხსენეს, რომ აპოლონი მათ დელფინის სახით გამოეცხადა. ბერძნულად კი დელფინს დელფოსი ჰქვია. აპოლონს სახელი მოეწონა. ამიტომ ადგილს დელფო უწოდა. დელფო მალე მთელ საბერძნეთში ყველაზე პატივსაცემი და წმინდა ადგილი გახდა. ადამიანები დედამიწის 4-ვე კუთხიდან ჩამოდიოდნენ აქ, რათა ღმერთების მიერ მოკვდავთათვის განკუთვნილი ბედისწერა გაეგოთ. ამისთვის ისინი დელფოს ორაკულს სახელგანთქმულ პითიას უნდა დალაპარაკებოდნენ. სწორედ ამ ორაკულის ენით ამბობდნენ ღმერთების სათქმელს. ამ დროისთვის ხეტიალის ეპოქა დასრულდა და ძალაუფლების ხანა დაიწყო. აპოლონი ოლიმპოს საბჭოს სხდომაზე ტრიუმფალურად დაბრუნდა. ის დიდების მწვერვალზე ავიდა. ბნელი მხარე ყველას აქვს, მათ შორის ღმერთებსაც. მიუხედავად იმისა, რომ აპოლონი ლირით მოკვდავებს მარადიულ ნეტარებას ანიჭებდა და მშვილდისრით მათ სიცოცხლეს იცავდა, მალე გავიგებთ, რომ მუზებთან მოთამაშე მომხიბვლელი პოეტის მიღმა სასტიკი და სისხლიანი მშვილდოსანი იმალებოდა. ეს საკუთარ თავზე მწარედ გამოსცადა ამ პარტავანმა დედოფალმა ნიობემ. ის ერთადერთი არ ყოფილა. ნიობე ქალაქ თებეს mbრძანებელი იყო. ერთ დროს მან ზევსის სიყვარულიც დაიმსახურა, თუმცა შვილი ვერ აჩუქა. არადა ნიობე უნაყოფო არ ყოფილა. თავის ქმარს ამფიონს 14 შვილი გაუჩინა.
ერთხელ შურითა დაწყენით შეპყრობილმა ნიობემ ამაყად დაიტრაბახა თავისი ნაყოფიერების შესახებ და დასცინა საბრალო ლეტოს, რომელსაც მხოლოდ ორი შვილი, არტემიდა და აპოლონი ჰყავდა. აპოლონის თვალში ეს მიუტევებელი დანაშაული იყო. ამიტომ როცა ნიობე შვილებთან ერთად სიპილუსის მთაზე სეირნობდა, აპოლონი მათ მიუახლოვდა. შვილდი მოჭიმა და ისრები უყოყმანოდ დაუშინა. 14 ისარი და 14 შვილი. სრული ჟლეტა. შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რაოდენმა მწუხარებამ მოიცვა საბრალო ნიობე. ის დახოცილი შვილების საფლავების მიტოვებაზე უარს ამბობდა და დღედაღამ მათ დასტიროდა. ბოლოს ზევსს შეებრალა და კლდედ გადააქცია, რომელიც სამუდამოდ ცრემლებად დაიღვრებოდა. გამორჩეულად მშვენიერ ღმერთ აპოლონს ერთი უცნაურობა მუდამ თანსდებდა. იმედგაცრუება სიყვარულში. ქალები, რომლებიც უყვარდა, მუდამ ხელიდან უსხლტებოდნენ. ამ დაუმორჩილებელ ქალთა შორის ყველაზე ცნობილი გახლდათ ნიმფა დაფნე. დაფნე დროის უმეტეს ნაწილს ნადირობაში ატარებდა. ერთ დღეს ეროსმა, სიყვარულის ახალგაზრდა ღმერთმა, რომელსაც აპოლონი გამუდმებით დასცინოდა, რადგან მშვილდის არს კარგად ვერ ხმარობდა, გადაწყვიტა ამაყი მაცდურისთვის ოინი მოეწყო. ოქროს ისრით გაანგმირა აპოლონის გული. აპოლონს დაფნე შეუყვარდა. დაფნეს კიტყვი ის არი ესროლა, რამაც ის სიყვარულისადმი სრულიად გულგრილი გახადა. აპოლონი ცდილობდა დაფნე მოეხიბლა, ის კი ჯიუტად უარყოფდა. თავის დასაღწევად დაფნე გაიქცა. აპოლონი დაედევნა. ნიმფა ტყეში მანამდე გარბოდა, ვიდრე ძალა გამოეცლებოდა. ბოლოს დიდებულ მდინარე პენევსის ნაპირთან დაეცა. აპოლონი მისგან რამდენიმე ნაბიჯში იყო, როცა დაფნემ დასახმარებლად მამას, მდინარის ღმერთ პენევსს უხმო. ღმერთმა მისი თხოვნა შეისმინა. წყლისა და ქაფის თანხლებით პენევსი წყლიდან ამოიჭრა. და დაფნეს გულმკერდს შეეხო, ზუსტად იმ ადგილს, სადაც მას ეროსის ისარი მოხვდა. მშვენიერმა დაფნემ იგრძნო, როგორ გაეყინა ხელფეხი, ტანიდან სრიალით გასცურა ლამაზი კაბა და სხეული უეცრად უხეში, ნაცრისფერი ქერქით დაეფარა. მისი ხელები ტოტებად გაიშალა, თითები რტოებად ექცა, სისხლი კი მცენარის წვენად. ტერფებმა მდინარის ნაპირზე თბილ ბალახში გაიდგა ფესვები. პენევსმა ის მშვენიერ დაფნის ხედ გადააქცია. აპოლონი მისკენ მიიჩქაროდა, თუმცა გვიანი იყო. ხელში მხოლოდ გლუვი, გაქვავებული სხეული შერჩა. ქერქის ქვეშ კი ისევ იგრძნო დაფნეს გულის სცემა. დამარცხებულმა და განადგურებულმა აპოლონმა ხეს ერთი ტოტი მოატეხა და გადაწყვიტა, რომ ამიერიდან თავის ლირას ამ წმინდა ხის ტოტით გაალამაზებდა. პოეტებს კი დაფნის გვირგვინებით შეამგობდა. აპოლონი უფრო მძვინვარე და სასტიკი გახდა. დრო იყო ვინმეს ეს იმპულსური ღმერთი მოეთოკა. ვინ შეძლებდა ამას ზევსზე უკეთესად? აპოლონს კიდევ ერთხელ შეუყვარდა. მისი სახელი იყო კორონიდა.
ის თესალიის ხელმწიფის ქალიშვილი გახლდათ. აპოლონი და კორონიდა ბედნიერად ცხოვრობდნენ. კორონიდა მუცლით ღმერთის შვილს ატარებდა, თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ფეხმძიმე პრინცესა უბრალო მოკვდავმა ისხისმა მოხიბლა. აპოლონს ცოლის ღალატი ამცნო ყორანმა, რომელიც ღმერთმა მზეთუნახავის სათვალთვალოდ დაიქირავა. მისი რისხვა როგორც ყოველთვის დაუნდობელი იყო. აპოლონმა ჯერ საბრალო ყორანი მოკლა, რომელიც თეთრი იყო, მაგრამ გაშავდა. ყორანს კი მიაყოლა ისხისი და კორონიდა. მაშინ როცა კოცონზე დასვენებული კორონიდას ცხედარი ცეცხლში უნდა გახვეულიყო, აპოლონმა მისი სხეულიდან ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვი ამოიყვანა. ეს ბავშვი გახლდათ ასკლეპიოსი. აპოლონი მომხდარი ტრაგედიით შეძრული იყო. მან კიდევ ერთხელ დაკარგა საყვარელი ქალი, თუმცა ამჯერად შვილი დარჩა. ასკლეპიოსმა მედიცინის უდიდესი საიდუმლოებანი შეისწავლა. მალევე გამოავლინა საოცარი ნიჭი და აღმოაჩინა ყველაზე დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რამ. კაცობრიობის სანუკვარი ნატვრა, ადამიანის მკვდრეთით აღდგენა. აღმოჩენას უყოყმანოდ შეასხა ხორცი. ასკლეპიოსმა მკვდრეთით აღადგინა ორიონი, ჰიპოლიტე, ტინდარეოსი და ლიკურგე. ქვესკნელის ღმერთი ჰადესი განრისხდა. რაც ხდებოდა ძალიან სერიოზული იყო. ასკლეპიოსმა დაარღვია წესრიგი, რომელიც ღმერთებსა და ადამიანებს შორის იყო დამყარებული. გაგრძელების უფლებას ვერ მისცემდნენ. ჰადესმა ზევსს მიმართა. ოლიმპოს მბრძანებელმა მისი რისხვა გაიზიარა. ასკლეპიოსმა ნამდვილად შორს შეტოპა, ამიტომ ზევსმა გენიოსი მკურნალი ელვით გაანადგურა. აპოლონი სასოწარკვეთილი იყო. შვილი საკუთარმა მამამ წაართვა. ზევსზე შურისძიების მიზნით აპოლონმა მიზანში ამოიღო ციკლოპები, რომლებმაც ოლიმპოს მბრძანებლისთვის ელვა გამოჭედეს და სათითაოდ მოკლა. ზევსი ცეცხლს აფრქვევდა. მის შვილს ვეღარავინ აჩერებდა. ზევსმა მის დასასჯელად ყველაზე საშინელი რამ მოიფიქრა. სურდა აპოლონი ტარტაროსში, ქვესკნელის დაწყევლილ ნაწილში განედევნა. თუმცა ლეტო ჩაერია და ზევსმა გადაწყვეტილება შეარბილა. აპოლონი მოკვდავის მონა უნდა გამხდარიყო. ერთი წელი თესალიის ღმერთს მოემსახურებოდა და მწყემსად იმუშავებდა. ამ ღმერთის ცხოვრება თავიდან ბოლომდე ტრაგედია იყო. იოლად ვერაფერს მიაღწია, სიყვარულშიც კი, რომელიც მდედრობითი სქესით არ შემოიფარგლებოდა. აპოლონს მამაკაცებიც უყვარდა. მისი ორი საყვარელი, ჰიაცინტი და კიპარისოსი, საზარელი აღსასრულის მსხვერპლნი გახდნენ. ჰიაცინტი თავად აპოლონმა მოკლა შემთხვევით და შემდეგ პატივის მისაგებად ყვავილად აქცია. რაც შეეხება კიპარისოს, თავისი საყვარელი ირმის სიკვდილის შემდეგ სასოწარკვეთილმა აპოლონს სიკვდილის თხოვა. აპოლონი უარზე იყო, თუმცა მეგობრის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ხედ გადააქცია. უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად უბედური ცხოვრებისა, აპოლონს გენიალური უნარი და ძალა ჰქონდა, მწუხარებაში მშვენიერება დაენახა. ასე რომ სიწმინდისა და მშვენიერების ღმერთი აპოლონი შორს არის იმ შეხედულებისგან, რომელიც მას მხოლოდ მზის ღმერთად წარმოაჩენს. აპოლონის ცხოვრება მოკვდავთა მსგავსად პარადოქსებითაა სავსე. ის ერთდროულად ჩრდილიცაა და სინათლეც.
აპოლონი არის ღმერთი მრავალი სახით.